მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ახალციხის მოსახლეობა სასმელი წყლის შადრევნების დამატებაზე საუბრობს, გთავაზობთ სიუჟეტს. გული რო უწუხდეს, ვინმე წყალს ვერ დალევს ვერცად. უნდა შეხვიდე მაღაზიაში და უნდა იყიდო. მართალია. ხო, რა უბედურობა, აქაც ფანტანი იყო, იქაც ფანტანი იყო, თათათე იღეს ეს ფანტანები. როგორ შეიძლება ასე? ახალციხე ერთ-ერთი ტურისტულად აქტიური ქალაქია. ყოველდღიურად აქ ტურისტებთან ერთად მიმდებარე მუნიციპალიტეტებიდანაც უამრავი ადამიანი ჩამოდის სხვადასხვა საჭიროებების გამო. ისინი გვეუბნებიან, რომ ქალაქში არსებული სასმელი წყლის შადრევნები, რომლებიც რამოდენიმე ლოკაციაზეა განთავსებული, მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ამბობენ, რომ საჭიროა შადრევნების რაოდენობის გაზრდა, რათა როგორც ადგილობრივებს, ისე ვიზიტორებს სასმელ წყალზე მარტივი წვდომა ჰქონდეთ. განსაკუთრებით აქტუალური ეს საკითხი ზაფხულში ხდება, როდესაც მაღალი ტემპერატურის ფონზე ექიმები მოსახლეობას საკმარისი რაოდენობით წყლის მიღებას ურჩევენ. ერთ-ერთი სასმელი წყლის შადრევანი ქალაქის ცენტრალურ სკვერში მდებარეობს. ეს კადრები გუშინ გადავიღეთ. როგორც ხედავთ, წყალი ძალიან მცირე ნაკადით მოედინება. ამ დროისთვის სასმელი წყლის შადრევნები თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე სკვერებშია განთავსებული. სასმელი წყლის შადრევანი ამ დრომდე არ არის მოწყობილი ხელოვნური ტბის მიმდებარე რეკრეაციულ ზონაში და არც ქალაქის სხვა სკვერებში. რა გეგმა აქვს ახალციხის მერიას? როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, იგეგმება ხელოვნური ტბის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში სასმელი წყლის შადრევნების დამონტაჟდება. მათივე ინფორმაციით, სასმელი წყლის შადრევნების მოწყობა დაგეგმილია თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერშიც. თემაზე მუშაობას განვაგრძობთ. წალკის წყალსაცავზე მასობრივი თევზის დახოცვის გამო კარანტინი გამოცხადდა, თუმცა მოსახლეობისთვის ოფიციალური გაფრთხილება ამ დრომდე არ არის. თემაზე ჩვენი ჟურნალისტი ლამუნა ირემაშვილი მუშაობდა. წალკის წყალსაცავზე კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტროს წყალხაზე გვიდასტურებენ. აღნიშნული ინფორმაცია კარანტინის გამოცხადების შესახებ ჩვენს რედაქციას წყალსატევის ლიცენზიანტმა კომპანიამ მიაწოდა. ჩვენ ინფორმაციის დასადასტურებლად გარემოს დაცვის სამინისტროს წყალხაზე დავრეკეთ. თავი მეთევზეთ წარუდგინეთ, რომელსაც წალკის წყალსაცავზე თევზაობა სურდა. ამის შემდეგ უწყების ცხელი ხაზის ოპერატორმა გითხრა, რომ წყალსაცავზე კარანტინია გამოცხადებული თევზის დაავადების გამო. ამავე წყაროს ცნობით ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა და სანამ არ გამოსწორდება მდგომარეობა, თევზაობა აკრძალულია. როდემდეა გამოცხადებული კარანტინი, ამაზე ზუსტი ინფორმაცია წყალხაზე არ აქვთ. მანამ სანამ არ გამოსწორდება ეკოსისტემა, იმისთვის რომ თევზი ჯანმრთელი იყოს. წყალუხვობის გამო მახლობელი ნათესებიდან ჩაედინა ისეთი ქიმიკატები, რომლებმაც გამოიწვიეს პრობლემა. დავემორჩილოთ განკარგულებას. ვიპასუხეს წყალხაზზე. კარანტინის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია არც ერთ სახელმწიფო უწყებას. შესაბამისად, ხალხს არც ის განემარტათ, რომ კარანტინის პერიოდში თევზაობა არ შეიძლება. ჩვენ ცხელი ხაზის ოპერატორს კარანტინის შესახებ ინფორმაციის გავრცელების წყაროს მოწოდება ვთხოვეთ. თუმცა გვიპასუხა, რომ განცხადება ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ არის. ჩვენმა რედაქციამ წალკის წყალსაცავზე თევზის დახოცვის შესახებ მუშაობა 11 ივნისს დაიწყო. გვაინტერესებდა, რამ გამოიწვია თევზის მასიური დახოცვა. მივმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურს, გარემოს ეროვნულ სააგენტოს. ვითხოვდით პასუხებს კითხვებზე, როგორც თევზის, ისე წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგი. თუმცა არც ერთი უწყებიდან ამ დრომდე პასუხი არ გვაქვს. წალკის წყალსაცავის ლიცენზიანტი ზვიად ჯიქია გვეუბნება, რომ წალკის წყალსაცავზე კარანტინია გამოცხადებული და არავინ არ თევზაობს. შეზღუდვა დამოკიდებულია იმაზე, რა და როგორ იქნება. ინფორმაციას კარანტინის შესახებ ფლობენ წალკის მუნიციპალიტეტში, თუმცა არ იციან დასრულების დრო. ჩვენი რედაქცია წალკაში ადგილზე იმყოფებოდა იმის გასარკვევად, რა ხდება ნაპირზე. ნაპირზე აღარ ყრია მკვდარი დალპობაში შესული თევზი. ნაპირის მოშორებით 60 მეტრის რადიუსში თევზის ფხებსა და ნაწილებს შეხვდებით.
ძალკელების თქმით, ტერიტორია არავის გაუწმენდია და მკვდარი თევზი მიუსაფარმა ძაღლებმა და ფრინველებმა შეჭამეს. ადგილობრივები ასევე გვეუბნებიან, რომ წყალსაცავზე წყლის დონე მომატებულია და წვიმამ დახოცილი თევზი უკან ტბაში დააბრუნა. დროდემდე გასტანს კარანტინი წყალსაცავში და რა წერია ასე გასაიდუმლოებულ ლაბორატორიის დასკვნაში. პასუხის მიღებისთანავე რედაქცია ახალ მასალას შემოგთავაზებთ. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ორ შაბათამდე.